საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალას ღია წერილით მიმართავს. წერილში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდა პოლიტიკური კრიზისი. ევროპა ახალი გამოწვევის წინა შედგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას. მისი თქმით, ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა და თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართულ ხალხს და იმოქმედონ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით. მეხუთე პრეზიდენტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა და ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. ქალბატონი ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკეინის ინსტიტუტის მიერ. იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში, ასე რომ მისი წერილი სინამდვილეში ეს არის მაკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ. ამიტომ ამას ჩვენ ყურადღებას მოვაქცევთ. კიდევ ერთხელ, როდესაც ქართველ პოლიტიკოს ღიათ არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართული ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება ადამიანები ჩვეულებრივად დაქირავებული, საჯაროდ ვიცით, რომ არის დაქირავებული ლობისტი მაკეინის ინსტიტუტის საქართველოში და ატარებს მაკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც კიდევ ერთხელ არის ქართული ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა.